ეს არ არის ფილმი, არც ჰოლივუდური სცენარი, ეს არის რეალური ამბავი. 2012 წლის ივლისი იდგა. კოლორადო შტატის ქალაქ აურორაში ორი ახალგაზრდა ცხოვრობდა, რომელთაც ერთმანეთი უყვარდათ. ისინი მალე ოჯახის შექმნას და ცხოვრების ერთმანეთთან დაკავშირებას გეგმავდნენ. ჯონათან ბლანკი 26 წლის იყო, როცა ეს ამბავი მოხდა. მისი შეყვარებული ჯენსენ იანგი კი 21-ის. ისინი წინა წლის ოქტომბრიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს. ჯონათანი ყოფილი სამხედრო იყო. წლების წინ საზღვაო ფლოტში მსახურობდა. მოგვიანებით გადაწყვიტა დაესრულებინა სამხედრო სამსახური და უფრო მშვიდი ცხოვრებით გაეგრძელებინა ცხოვრება. თუმცა მის ხასიათში მუდმივად იყო სხვების დახმარებაზე და გადარჩენაზე ფიქრი. მისი მეგობრები მოგვიანებით ასე იხსენებდნენ მის სიტყვებს. ის ამბობდა, რომ თუ მოკვდებოდა, ისურვებდა გმირულად დაღუპული. ჯონი ტექნიკის მაღაზიაში მოეწყო და ცხოვრების ჩვეულებრივ ფერხულში ჩადგა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, თითქოს მის სიყვარულს ხელს არავინ და არაფერი უშლიდა. ყოველდღიური ცხოვრებით ხარობდა, მომავალს გეგმავდა. ჯენსენიც თავის მხრივ ხიარულად ატარებდა ბიჭთან დროს. ასაკით არც ისე დიდი იყო, მაგრამ ყველაფერი გაანალიზებული ჰქონდა. ჯონათანს კარგ ადამიანად თვლიდა და მიაჩნდა, რომ მასთან ოჯახის შექმნით ბედნიერი მომავალი ექნებოდა. გააჩენდა შვილებს და მშვიდად იცხოვრებდა. თუმცა, როგორც წყვილების უმრავლესობა ქორწილს ისიც არ ჩქარობდა ჯერ. ფიქრობდა, რომ ამის დროც დადგებოდა და ამნაბის ახლო მომავალში გადადგამდა. წყვილი ერთად კარგ დროს ატარებდა, თავისუფალ დროს სხვადასხვა გასართობ ადგილებში დადიოდნენ, ხალისობდნენ და მხიარულობდნენ. იმ საშინელ დღესაც დროის ერთად გატარება გადაწყვიტეს. ადგილობრივ კინოთეატრში ბეტმენის ახალი ფილმი გადიოდა. ნანახი არცეთ არ ჰქონდათ და ფილმის სანახავად წასვლა დაგეგმეს. ბილეთები წინასწარ შეიძინეს. 20 ივლისი იყო, სეანსი ღამის 12-ზე იყო დაგეგმილი. დროზე ადრე მივიდნენ, ვესტიბიულში ცოტა ხანი დაიცადეს და ბოლოს დარბაზში შევიდნენ. თავიანთ სავარძლებში მოთავსდნენ და ფილმის მოლოდინში პოპკორნის მირთმევა დაიწყეს. ფილმიც დაიწყო. დაწყებიდან დაახლოებით 20 წუთი იყო გასული, როცა დარბაზში გასროლის ხმა გაისმა. ატყდა ჩოჩქოლი და საშინელი კივილი. ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი, როგორც შემდგომში გაირკვა, ჯეიმს ჰოლმსი, დამიზნებით ესროდა მაყურებლებს. ეს იყო ნამდვილი ნადირობა ადამიანებზე. ამ მომენტამდე ის დარბაზში ჩვეულებრივ მაყურებლად იჯდა. თუმცა რამდენიმე წუთში გავიდა კარიდან, მოირგო ჯავშანჟილეტი, თავზე ჩაფხუთი ჩამოიცვა, აიღო იარაღები და დაბრუნდა დარბაზში. ამ შემდეგ კი ცეცხლი გახსნა. ადამიანები მოცელილები ვიცვიოდნენ იატაკზე. ჰოლმსი ცდილობდა, რომ გაქცეულების მისამართით სუსტად ესროლა. საშინელი პანიკა და კივილი იყო დარბაზში. ჯონათანი და იანგი არც ისე შორს იყვნენ მკვლელისგან. ბიჭი საკმაოდ სწრაფი იყო და გაწვრთნილიც იმისათვის, რომ გაქცევით ეშველა საკუთარი თავისთვის, მაგრამ ამას ვერ შეძლებდა ჯენსენი. ამიტომაც კრიტიკული გადაწყვეტილება მიიღო. დაეცვა გოგონა და საკუთარი თავი გაეწირა. ეს იყო უკიდურესი ზომა. გოგონას მთელი ტანით გადაეფარა და უბრძანა იატაკზე დაწოლილიყო. ჯენსენი ასეც მოიქცა, ძირს დაწვა და შეეცადა სკამებში ჩამალულიყო. მკვლელი მალევე მოვიდა ჯონათანთან და არც დაფიქრებულა ისე ესროლა რამდენიმე ტყვია. ბიჭმა ვერაფერი მოასწრო გარდა იმისა, რომ ჯენსენი მთელი სხეული დაეფარა. ჰოლმსმა ჩათვალა, რომ მორიგი მსხვერპლი გაანადგურა და სხვებისკენ აიღო გეზი. ამასობაში პოლიციელები შემოვიდნენ დარბაზში და მკვლელი გაანეიტრალეს, თუმცა მან 12 ადამიანის მოკლა და 70-ის დაჭრა მოასწრო. ჯონათან ბლანკი ადგილზევე გარდაიცვალა. ჯენსენმა მოგვიანებით NBC News ასეთი რამ უამბო. ჯონმა იცოდა როგორ ემოქმედა, მას სიკვდილის არ შეშინებია. მისი ერთადერთი საფიქრალი მე ვიყავი, თუ როგორ გადავერჩინო. მთელი ეს დრო ლოცულობდი. როცა ყველაფერი დასრულდა, არ ვიცოდი ცოცხალი იყო თუ მკვდარი. თუმცა როცა ფეხზე დავდექი, მე დავინახე მისი უსიცოცხლო სხეული. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა გოგონა იმ მომენტში. მისთვის ეს წარმოუდგენელი შოკი იყო, რომლის გახსენებაც ახლაც არ უნდა. მან თქვა, რომ მისთვის ამ დღეს თითქოს ცხოვრება დასრულდა. ვერასდროს ვერ გაიღიმებს ისე, როგორც იღიმოდა იმ დღემდე და თვლის, რომ ვერც ვერასდროს იქნება ისე ბედნიერი, როგორც ჯონთან ერთად იყო. რა მოხდა რეალურად, ვინ იყო და რას წარმოადგენდა მკვლელი და რა იყო ამ სისასტიკის მოტივი? როგორც თქვით, ადამიანის სახელად ჯეიმს ჰოლმსი იყო ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი. როგორც შემდგომში დიაგნოზით დადგინდა, მას ჰქონდა შეზღუდული გონებრივი ფუნქცია და შიზოფრენიული ფსიქოზი. სასამართლოზე თქვა, რომ თავს წარმოიდგენდა ჯოკერად, ბეტმენის ბოროტ გმირად. არ ჰქონდა პირადი მიზანი მაყურებლების მიმართ. მას უბრალოდ უნდოდა მასობრივი მკვლელობა, რათა მისი სახელი ისტორიაში დარჩენილიყო.
ის 1 წლის განმავლობაში გეგმავდა ამ თავდასხმას. ყიდულობდა იარაღს, ატარებდა ექსპერიმენტებს, ქმნიდა ხაფანგებს ბინაში, რომელიც პოლიციამ ძლივს გაანეიტრალა და ასე შემდეგ. მოკლედ ეს ადამიანი ისტორიაში ნამდვილად შევიდა, მაგრამ ამის სანაცვლოდ მიიღო უვადო პატიმრობა. შტატის კანონის გათვალისწინებით ასე დამნაშავეს სიკვდილით დასჯას მიუშიდნენ, თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა მისი ფსიქიკური მდგომარეობა და უვადო პატიმრობით შემოიფარგლა. ამბავი დასასრულს მიუახლოვდა მეგობრებო, დამეთანხმეთ ნამდვილად დამთგუნველი ისტორიაა, თუმცა ის ერთ რამეზე გვესაუბრება, რომ სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან სიყვარულისთვის თავი გაწირონ და ამით მაგალითი მისცენ სხვებს. სიყვარული ხომ ძლიერი ენერგიაა და ის არ იკარგება, ერწყმის მარადისობას და უკან ისევ ადამიანებს გვიბრუნდება, რათა სიყვარულით გამოწვეული ბედნიერება ყველამ შევიგრძნოთ. მოიწონო ვიდეო თვითვლი რომ საინტერესო იყო. ამით мотивაციას მომცემ მე ახალი ვიდეოების გასაკეთებლად და სხვებსაც მისცემ ვიდეოს ყურების შესაძლებლობას. ნახვამდის.